დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდულ სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლობის მიღების მიზნით ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შედეგადაც ხარებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. სამართლის საქმეს, რომელიც მივახორციელებს ზედამხედველობას, არც ყოფილა ნოდარ შუკაკიძე ამას დროს არ იმღალდებული ან რაიმე შემთხვევაში. არ არის არანაირი სახის მტკიცებულება, რომ საქმეში შეიძლება ვინმე თქვას, რომ ნოდარ შუკაკიძე რაიმე სახით დაკავშირებული არის დანაშაულის ჩადენასთან, კანონიერ ქურდობასთან. როგორ გააქრეს საქმიდან ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად ნოდო გდანსკი. ამოცანა ამ დრომდე ამოუხსნელია, თუმცა ფაქტია, რომ ქართული ოცნების მეგობარ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ჯერ საჯარო მხილებას, შემდეგ კი პასუხისმგებლობიდან გაწევას სხვა მიზეზი ჰქონდა. ვინ არის ნოდო გდანსკი თუ არ იცით, ცოტა ქვემოთ მოგიყვებით, მანამდე საეჭვო ამბის მცირე ქრონოლოგია. 13 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ხასუსამ დირექტორმა და არა რომელიმე გამომძიებელმა საჯარო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს. ქურდული სამყაროს წევრობისა და მიმართვის ბრალდებით 44 პირი დააკავეს. დამატებით 7 კი ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში ან დისტანციურად წარუდგინეს. ანუ სამართალწარმოება სულ 51 პირის მიმართ დაიწყეს. მათ შორის 2 საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია, ლევან მარღია და ნოდარ შუკაკიძე. დაკავებულებს შორის კი ნოდო გდანსკის ძმა ლევანი და მათი დაჯგუფების წევრები არიან. კრიმპოლის დირექტორმა ბრიფინგზე თქვა, რომ სპეცოპერაციისას აყვანილები ფინანსური ან კრიმინალური დავების მოსაგვარებლად სწორედ მარღიას და შუკაკიძეს უკავშირდებოდნენ, რომლებიც თავის მხრივ პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქმედებდნენ. უფრო რომ დაემძიმებინათ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების საქმე, ესეც გვითხრეს. ხარებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარისწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. იმავე დღეს შსს-მ ფარული მიყურადებით მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. მათ შორის ნოდო გდანსკისა და მისი დაჯგუფების წევრების საუბრები. დიდი შინაარსის გამოტანა ამ ჩანაწერებიდან ძნელია, თუმცა მასალაში ისმის, რომ ერთ შემთხვევაში საერთო სავარაუდოდ ეგრეთ წოდებულ ქურდულ ოფშიაქს ახსენებენ. მეორე ნაწილში კი დაზარალებულად აღნიშნულ პირს ეჩხუბებიან. თუ ეგრე საჭირო გახდა და მადვინმე ჩართო, აგერ მეთი ძმამიცის თავიდან ბოლომდე. ეხა ვიჭერს უცხოს, ვიც ნოდოა და უჯა. მერე როიცი როიწუები ხა მოკ-ლაპარაკე რაცა. აი ხა რო ვაქნებინო, საიმათო იგი შეიძლება. და ხუხარდი ერთი რომ რა თქმა უნდა, გასაჯაროებული მასალა მხოლოდ ნაწილია მოპოვებული საუბრის, სრული ჩანაწერი საქმეში დევს. მსგავსი არაფრის მთქმელი საუბარი შსს-მ სხვა პირებზეც გავრცელა, მათ შორის ლევან შუკაკიძეზე და ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდ ლევან მარღიაზე. ამ და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურამ კრიმპოლის დირექტორის ნახსენები 51-დან 50 ბრალის სხვადასხვა მუხლით წაუყენა. სამართლებრივ დევნას მხოლოდ ნოდარ შუკაკიძე გადაურჩა. რატომ ვკითხეთ საქმის ზედამხედველ პროკურორს, რომელსაც თურმე არც კრიმპოლის დირექტორისთვის მოусმენია და არც ტელევიზორში ნაჩვენები მასალა უნახავს. რომ ყოფილიყო ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილი, აუცილებლად ვიმჯერებით ის ბრალეულობის საკითხსაც. ანუ არც კითხვის ნიშანი გაჩენილა ლევან შუკაკიძეს ქონდა თუ არა ძმასთან კომუნიკაცია, დავის გადაწყვეტისას? დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ვიზეც იყო მტკიცებულებები ყველაზე გვაქვს მოსჭერილი. ლევან შუკაკიძე არის ქურდული სამყაროს წევრი და თვითონ თავისი პასუხისმგებლობით წყვეტს ეგრეთ წოდებული ქურდული წესებით საქმეს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ლევან შუკაკიძე, რომელიც პროკურატურის მტკიცებით კრიმინალურ დავებს პირადი ავტორიტეტით წყვეტდა და ძმის დახმარება არ სჭირდებოდა, პროცესზე ამტკიცებდა, რომ ბიზნესმენია და საფლავის ქრებს ყიდის. მისი ადვოკატიც გვარწმუნებს, რომ საქმეში მტკიცებულებების ნაკლებობაა. არჩილ ბერიანიძე განსაკუთრებით ბრაზობს ნოდარ შუკაკიძის საქმიდან გაქრობის შესახებ კითხვის დასმისას. ბრალდების დადგენილების თანახმად ლევან შუკაკიძეს ედავებიან ქურდული სამყაროს წევრობას. მის ბრალში არსად არ წერია ნოდარ შუკაკიძე. არსად არ წერია ნოდარ შუკაკიძე. ესეც კიდევ ერთხელ უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ნოდარ შუკაკიძე არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმესთან და ერთ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს. რას ბრძანებთ? უყურებთ, მე ვერ დაგეთანხმებით ამაში. არ დააკავშირეს კი არა, ვერ დააკავშირებდნენ, იმიტომ რომ არ ჩაუდენია დანაშაული. ერთ შემთხვევაში თუ კი ძმას წარედგინა ბრალდება
რა დაუშლიდა გამოძევას მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში ან თუნდაც ტენდენციურად შეფაშების შემთხვევაში რომ ნოდარ შუკაკიძის წარედგინა ბრალდება. მე ვიძახი კატეგორიულად რომ ამ შემთხვევაში როგორც ლევანს წარუდგინეს ბრალდება ნებისმიერ პირს შეიძლება წაუყენო ბრალდება რომ ლევანის შემთხვევაში არ არის მტკიცებულება საერთოდ. დიახ, ზუსტად მსგავსი მიდგომის გამოგაჩნდა კითხვები საჯარო მხილების შემდეგ, რატომ გაქრა საქმიდან ნოდო გლდანსკი. თუ არასაკმარისი მტკიცებულებებით და საჯაროდ გავრცელებული ჩანაწერის საფუძველზე ბრალდება ლევან შუკაკიძეს, ლევან მარღიასა და სხვებს წარუდგინეს, ვინ და რატომ დაინდო საზღვარგარეთ მყოფი ავტორიტეტი. აქამდე რაც მოისმინეთ, ოფიციალური ნაწილი იყო. ამბავს არაოფიციალური მხარეც აქვს, ანუ ვერსია, რომელზეც საჯაროდ არ საუბრობენ. მაგალითად, წყარომ ჯერ კიდევ 13 მაისს გითხრა, რომ ნოდარ შუკაკიძეს ბრალს არ წარუდგენდნენ და მისი სახელის საჯაროდ ხსენებას სხვა მიზანი ჰქონდა. უბრალოდ გააფრთხილეს აჩვენეს რისი გაკეთება შეუძლიათ. ალბათ რაღაც ბევრი მოუვიდა. მაგას ძალიან დიდი რესურსი აქვს. გდანის გარდა ქსნის ციხესაც ეკონტროლებს. ნოდარ შუკაკიძე წლებია ქართული ოცნების შავ საქმეებს აკეთებს, მაგრამ არც თვითონ შევა წაგებული. ყველა საქმის შემდეგ რაღაც სარგებელი ჰქონდა. ხან სამშობლო ნებართვებს აძლევდნენ, ხან წილებს ბიზნესში. ახლა ამ ხალხის თავისუფლებაზე ავაჭრებენ და უარესებს გააკეთებინებენ. ჩვენი წყარო დარწმუნებულია, რომ ნოდო გლდანსკი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა პირებმა გადაარჩინეს. არაოფიციალურად გვეუბნებია, რომ საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი იმ ადამიანებთან მეგობრობს, ვინც ახლა ბერა ივანიშვილის გარემოცვად ითვლება. როგორც არ უნდა იყოს, ბევრი ადამიანის აზრია, რომ შუკაკიძე პოლიტიკური ნიშნით დაინდეს. მე ვსაუბრობ ციხის სამართს აქვს მასალებზე, მათ შორის მეც მაქვს გარკვეული ინფორმაციები, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ნოდარ შუკაკიძის სახელი და გვარი არც უნდა დაუკავშირდეს რაიმე სახის პოლიტიკურ გარემოებას, არ უნდა იქნეს ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში განხილული და მეორე, არ უნდა დაუკავშირდეს ნოდარ შუკაკიძის სახელი და გვარი სისხლის სამართლის საქმეს, იმიტომ რომ მას დანაშაულებრივი ფაქტი არ ჩაუდენია. უნდა თუ არა ამის აღიარება ნოდო გლდანსკი პოლიტიკას მაშინ დაუკავშირდა, როცა ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა დაიწყო. ოლიგარქის გუნდს ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ავტორიტეტი გლდანში პირველად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასჭირდა. როცა კობიაშვილის მხარდასაჭერად ბიძინა ივანიშვილის მიყვანამ ამ მრჩეველზე დადებითად ვერ იმოქმედა და მელიას მხარდამჭერების დასაშინებლად უბნებთან მოძალადე ჯგუფების მობილიზება გახდა საჭირო. შუკაკიძეების პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ მაშინაც, როცა გლდანში ნიკა ბენლიას შტაბი დაწვეს. ეს საქმე ისევ გამოუძიებელია. პირველი შემთხვევა, როცა შუკაკიძეების პასუხისმგებლობის გამოკვეთა მოუწიათ, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა იყო. 2023 წლის სექტემბერში მაშინ საკრებულოს დეპუტატს ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის დაჯგუფების რამდენიმე ათეული წევრი დაესხა თავს და სასტიკად გაუსწორდა. თავდასხმას წინ ეძგვერაძესა და კალაძის მეგობარ დეპუტატ კოტე ზარდანძეს შორის საკრებულოს ხდომაზე მომხდარი დაპირისპირება უძღოდა. შუკა კანონიერი ქურდები დაიჭირე მე რა. მაშინ პოლიციამ ეძგვერაძეზე თავდამსხმელებამდე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დააკავა, რომლებიც ადგილზე დაზარალებულის მხარდასაჭერად იყვნენ მისულები. თუმცა პოლიციას მაინც მოუწია ოპოზიციონერ დეპუტატსა და მის მეგობრებზე თავდასხმისთვის ნოდო გლდანსკის ძმის ელგუჯას და კიდევ რამდენიმე პირის დაკავება. თუმცა საპატიმრო ყველამ რამდენიმე თვეში დატოვა. ახლაც არ გამორიცხავე, რომ ნოდო გლდანსკის დაჯგუფების წევრებმა ციხე მალევე დატოვონ. რა თქმა უნდა, თუ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი მისი გარემოცვის წევრების თავისუფლებაზე მეგობარ ოცნებასთან ივაჭრებს. ეს ერთი საქმე წესით კარგად აჩვენებს, როგორია ქართული ოცნების პირობებში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, მოჩვენებითი და ფრთხილი. პიარული სპეცოპერაციების მიღმა სულ ტოვებენ გზას კრიმინალებთან სალაპარაკოდ.